საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედებულ ახალ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს უწყებამ საქმიანობა 10 თანამშრომლით დაიწყო. ახალი მექანიზმის პირობებში სიძულვილის ენაზე ასევე შეურაცხყოფილ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციაზე რეაგირება მოქალაქის განცხადებისა და საჩივრის გარეშეც იქნება შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში კი საქმე სასამართლომდე შეიძლება მივიდეს. რა კრიტერიუმებით იმუშავებს ეს ახალი სტრუქტურა, როგორ აფასებენ მის შექმნას ხელისუფლება და ოპოზიცია და რა კომენტარს აკეთებს სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე. ამ თემაზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება სალომე ჯაფარიძე. სალომე, გისმენთ. სახელმწიფო მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციის შემდეგ ოფიციალურად შეიქმნა ახალი სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც და მოვალეობაც იქნება ის, რომ ქვეყანაში შეწყდეს სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების საჯაროდ გავრცელება. ცხადია, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია თავის მხრივ კითხვები, როგორ უნდა დაბალანსდეს თავის მხრივ განცხადებები, როგორ უნდა მოხდეს ამ განცხადებების რედაქტირება ან იდენტიფიკაცია, თუ რომელი განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას. ამაზე საუბრობდა დღეს მამუკა მდინარაძე. ქვეყნის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ სამმართველოს ექნება შესაბამისი ბერკეტები იმისათვის, რომ დიფერენცირება მოხდეს კონკრეტული განცხადების. მისივე თქმით, რეალურად არსებობს სასამართლო, რომელიც დაადგენს კონკრეტული პირი დამნაშავეა თუ არა განცხადების გავრცელებაში. აქვე მოვისმინეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ კი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა თავის მხრივ პროფესიას, ვერაფერი ვერ იქნება მათი განცხადებით ინდულგენცია, თუ კი კონკრეტული პირი ცდილობს, რომ დააზიანოს მეორე მოქალაქე, მათ შორის შეულახოს ღირსება სიტყვიერი განცხადებებით. შესაბამისად ამ ყველაფრის ფონზე, როგორც აღმოჩნდა, უკვე ფუნქციონირებს აღნიშნული სამმართველო. ჯერჯერობით სამმართველოში 10 პირია დასაქმებული, თუმცა როგორც ამბობს ქართული ოცნება, გაიზრდება შტატების და გაიზრდება მათ შორის მონიტორინგიც საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს. უფლებებსა და თავისუფლების მიღმა ისეთი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად. ამისი პრევენციისათვის შემუშავდა ჩვენს მიერ ახალი მიდგომა და ამისი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ამ შემთხვევაში ახალი სამმართველო, რომელიც რა თქმა უნდა ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი ქმედითი რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ ეს გახლეჩვა, ეს სიძულვილის ენა ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა ერთმანეთის იქნას აღმოფხვრილი, რადგან მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. და ეს წარმატებით ხშირ შემთხვევაში მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ. ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოესწრებს. აღნიშნული სამმართველო გამოავლენ სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. ეს ჩამოყალიბებული გეგმა გარკვეული შეიძლება კონსპირაციული დავარქვათ, რომელიც ითვალისწინებს ამ ფსიქოლოგიური ტერორის კულტურის დანერგვას საქართველოში და იმ თავარი მიზნის მიღწევას, რომ საზოგადოებაში ეს გახლეჩილი ფენები იყოს მუდმივი და არასდროს ჩვენ ქვეყანაში არ მოხდეს, თუნდაც უკვე შემდგომ თაობაში საერთო ენის გამოძებნის რაღაცა გარკვეული სტანდარტის კვლავ დამკვიდრება. ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი. რადონის პასუხი იქნება, რადონის თქვათ სასჯელი იქნება ამასთან დაკავშირებით, წინასწარ ვერ ვიტყვით, ამას პრაქტიკა გვიჩვენეს. მორალის პოლიცია, ცენზურა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ასე აფასებს ოპოზიციური სპექტრი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით. მათი თქმით, თუ კი ვინმე ავრცელებს ქვეყანაში სიძულვილის ენას, თუ კი ვინმე აპირისპირებს მოქალაქეებს და აღრმავებს პოლარიზაციას, ეს არის თავად ქართული ოცნება და შესაბამისად საკუთარი პარტიულ რიგებში უნდა მიემართათ აღნიშნული სამმართველოს მუშაობის სპეციფიკა. მათივე თქმით, ის რომ უკვე
ქვეყანაში იკრძალება საჯაროდ რაიმე სახის განცხადების დაფიქსირება და ამბობენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი მოჰყვა თავის მხრივ საპროტესტო აქციებზე, სხვადასხვა შეზღუდვებს, კანონპროექტებს, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფაქტიურად შეწყდა და დასრულდა მოქალაქეებისთვის მთავარი ფუნდამენტური უფლების გავრცელება, ეს კი მათივე განცხადებით ნიშნავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა აქვე საუბრობენ იმის თაობაზე, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არ დარჩება შეუმჩნეველი მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ქართული ოცნების ნებისმიერი ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიმართ რეპრესიების გამკაცრებას. რა სიძულვილის ენის მონიტორინგზე გვესაუბრებიან, ტროლბოტების ქარხანას ამუშავებენ, წინასაარჩევნო და არასრულწლოვნებს ურეკავდნენ და აგინებდნენ და დიუშენის ბავშვების მშობლებს და ვისაც ამ ბავშვების დახმარება უნდათ, მათი გაშავება დაიწყეს. ყველა მექანიზმს იყენებენ რეპრესიებისთვის. მორალის პოლიცია შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში. პოლიცია, რომელიც შენობით ელაპარაკება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, პოლიცია, რომელიც ამცირებს საქართველოს მოქალაქეებს პერმანენტულ 24 საათიან რეჟიმში, თურმე აი ეს უწყება დღეს არის სანდო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს. სამარცხვინო მოვლენა არის და კიდევ ერთი ღრმად გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებების შეზღუდვის გზაზე. როცა ვსაუბრობ ჩვენ სიძულულზე, ფაქტობრივად იგივეა, რომ ხა პუტინმა დაიწყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ხო, სიძულული არის ის, რაც არის ივანიშვილის თავარი ინსტრუმენტი და იარაღი, ამიტომაც საკუთარ თავს თუ აგზავნა და აჯარიმებენ, წარმოუდგენლად გვეჩვენება, ამიტომაც რა თქმა უნდა, ეს იქნება ორმაგი სტანდარტი და მხოლოდ აქეთ ამ ხარი იქნება დაშლილი, მაშინ როდესაც იკითხარეს, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ეთერში, მაგალითად როგორ ანძღავენ, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ ხოლმე ოპონენტებს. დღეს შეიქმნა ოფიციალურად ჩინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო, რომელიც შეისწავლის და მონიტორინგს გაუწევს საჯაროდ გაჟღერებულ განცხადებებს, იქნება თუ არა განცხადება სიძულვილის ენის შემცველი, ღირსების შემლახველი კონკრეტული სუბიექტების მისამართით. ამას დიდი ალბათობით ის თანამშრომლები დაადგენენ, რომლებიც უკვე სამმართველოში დასაქმებულები არიან. შეფასებები არაერთგვაროვანია, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც შეიქმნა ოფიციალურად აღნიშნული სამმართველო და ოპოზიციური პარტიები ელოდებიან რეაგირებას.